ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი საყოველთაოდ ცნობილია რომ ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი და მკვიდრი ბალავარი ჩვენი უმდიდრესი და უნიკალური ფოლკლორია. საუკუნეების მანძილზე ევს უძვირფასესი განძი მამიდან შვილს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საბედნიეროდ დღევანდელ დღემდე მოაღწია. ასე იყო ზეპირსიტყვიერებაში, სიმღერაში თუ ცეკვაში. სტუმარი, რომელიც ახლა ჩვენი შოუს სტუდიაში შემობრძანდება, სწორედ ამ დიდებული ტრადიციის ერთ-ერთი ღირსეული გამგზელებელი გახლავთ. ლეგენდარული ქართველი მოცეკვავისა და ცნობილი ქორეოგრაფის ბატონი ფრიდონ სულაბერიძის ვაჟი, ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი. მადლობა. მოდი გენაცვალე. მადლობა. ფრიდონ, მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანო მობრძანებისთვის. აიხა. მე ვახსენე მამა, მართლაც ლეგენდარული პიროვნება. მოვიკითხოთ აქედან დიდი სიყვარულით, მაგრამ საბედნიეროდ თქვენ ორი ფრიდონი აღარ ხართ ოჯახში, უკვე სამი ფრიდონ სულაბერიძე ხართ. ფრიდონს ყავს ვაჟკაცი, თლათ უმცროსი, მოდი ესე ვთქვათ. ფრიდონ სულაბერიძე და ისიც მოვიკითხოთ აქედან ასევე დიდი სიტყვოთი. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ესე დაფასებისთვის და ესე კული სიტყვით. გაიხარე. შენ ძალიან იღბლიანი კაცი ხარ, რა თქმა უნდა, იმ ხრივ რომ ფრიდონ სულაბერიძის შვილი ხარ, მაგრამ საბედნიეროდ შენ თავად გაამართლე, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რა არის ცნობილი მამის შვილობა და აი ეს დიდი პასუხისმგებლობა არის ერთი მხრივ უაღრესად სასიამოვნო და მართლაც საპატიო რამ და მეორე მხრივ ის ტვირთი, რომელიც უთუოდ უნდა ზიდო და ამას შენ ახერხებ ღირსეულად. მითხარი ბატონი ფრიდონის დამოკიდებულება შენთან, ამ შემთხვევაში როგორც ოსტატის და შეგირდთან. როგორ მიმდინარეობდა და როგორ მოახერხა მან რომ აი ეს უნარები ცეკვა ქართულისა განსაკუთრებით ასე ლამაზად გადმოგცა შენ? ეხლა პირველ რიგში ესე რომ მაქებთ ხოლმე და ზოგადად რომ მაქებენ ხოლმე მე ცოტა მსხვენია ხოლმე რა, წითელებია რაღაც ესე და ზოგადად მე ვცდილობ რომ დავემსგავსო მამაჩემს, მიუბაძო მამაჩემს. ყოველთვის მქონდა ესეთი мотиваცია რომ აი ფრიდონისნაირად უნდა გავუსვა. აი ეს წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენ არტოზბახში მივდიოდით ხოლმე, მაშინ გარემონტებული არ იყო არტოზბაღი და სიცივე იყო დარბაზში. და ფრიდონი ვავარჯიშებდა ატარებს სარეპეტიციო დარბაზში და წურავდა ამ ბავშვებს. მეც რომ მივდიოდი, სწავლობდი ბევრ რამეს. პირველ რიგში ფრიდონი როგორი მკაცრი იყო ბავშვების მიმართ. მე ჩემს მიმართაც ესეთი მკაცრი იყო რა. იმიტომ რომ შვილი იქნებოდი თუ ვინმე სხვა, მაგას საერთოდ არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ ხელოვნება ამას მოითხოვდა. შენ თუ გინდა რომ იყო მაგარი და იცეკვო ისე როგორც ცეკვავენ ესენი, შენც ესე უნდა მოგექცე. იმიტომ რომ მე იტყვიან რომ აი შვილს უფრთხილდება, უვლის და რაღაცა და მეც რასაკვირველია ძალიან ბევრ შენიშვნას მაძლევდა მამაჩემი თავის დროზე და აი იმ გასმის სპეციფიკას, როდესაც მოვდიოდი და ვარჯიშობდი უნივერსიტეტში, მახსოვს თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ვამთავრებდით ხოლმე 9 საათს ყველაფერს. და მე 11 საათამდე, 12 საათამდე მივდიოდი არტოზბახში, იქ არის საკონცერტო დარბაზი და 12-მდე დარაჯთან მოგვარებული მქონდა ეგ ამბავი, რომ იქ უნდა მევარჯიშა რა. და ეს ვარჯიშები ყოველ დღე იყო გასმის ქართულის, ცეკვა ქართულის ვარჯიშებს ვასრულებდი. მქონდა თავში ჩადებული ისო ანსამბლს თავში უნდა ვიცეკვო ქართული. ძალიან მაგრად და მინდა რომ აი ნახოს ხალხმა რომ ფრიდონ სულაბერიძის შვილიც რაღაცას გააკეთებს. ისეც რომ აი მიმსგავსებული მაინც რო იყოს. და მე შევეცადე და დღესაც ვცდილობ რომ ქართული შევასრულო ისე როგორც საჭიროა რა. იმდენად რთულია რომ რაც არ უნდა ფორმაში იყო ერთი ცეკვა სრულყოფილად რო შეასრულო, ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგიის და მუხტის ჩადება. მამაჩემი ყოველთვის მაძლევდა იმ მუხტს და ენერგიას, როდესაც სარეპეტიციო დარბაზში მოდიოდა ხოლმე, რომ ხედავდა რომ აუ ეს კიდე უსვავს და ერთხელ მახსენდება რკინიგზელთა სახლში ვართ და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. და რო ვარჯიშობდი ამ გასმებზე რა, რაღაც სუნთქვა ცოტა ისე ჩაუშვი პირიდან დავიღალე მაგრად და ეს გაბრაზდა მამაჩემი, თუ შეიძლება დაისვენეო ამდენს უსვავ, ანუ იმდენს უსვავდი, რომ ანუ არ მეუნებოდა, არამედ შეისვენე რაღაცა, მართლა ის ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა, ამ გასმის გაკეთება.
იმიტომ რომ ხო გაგონილი მაქვს რომ სუხიშვილის ანსამბლში კანიფოლს ყრიდა, უსვავდა, თელ გასმებს აკეთებდა, მე ამოღრმავდა ეს პარკეტი, კი გადააგეს მაგის მერე ეს პოლიმარ. მაგის ანახავთაც მიდიოდა ხალხი რომ მართლა უსვავდა ამ ადგილას და ის იყო ჩაღრმავება ამ ადგილის და მეც ეს გაგონილი მქონდა ეს ხმები და მთელი ამები ის მუღამი ყოველთვის მქონდა დაჭერილი რომ აი მეც ესე უნდა გავუსვა. და ეს მადლობა. მოიტანა კიდეც შედეგი შემოგარგო რა ყველაზე უფრო სასიამოვნოა. მეზიარა ხელოვნებას და მაზიარა ამ ხელოვნებას ამ ამოწმება. ბატონ ფრიდონს კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი მხრიდან ბაღაშვილების მხრიდან ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მას შემოტანილი აქვს მიუზიკლ ფიროსმანში. როდესაც ფიროსმანაშვილის აი ეს ფერწერული სამყარო უნდა გაცოცხლებულიყო სცენაზე და ეს პლასტიკით უნდა განხორციელებულიყო, აი ამ დროს ჩვეული ოსტატობით, რომელთაც იგი ასრულებდა ცეკვა ბაღდადურს, კინტაურს, მართლაც ახლა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა და საოცრად გაამდიდრა სპექტაკლი. არ და უმნიშვნელოვანესი სიახლისა რომ მესამე ფრიდონ სილოვერიძე შემოემატა თქვენს ლამაზ ოჯახს, კიდევ ერთი საინტერესო შემოქმედებითი სიახლე გაქვთ აკადემიასთან დაკავშირებით და მოდი ესეც უთხარი ჩვენი შოუს მაყურებელს. ასაკვირველია ჩვენ ახლა ძალიან დიდი პასუხისგებლობით ვეკიდებით მამაჩემის შემოქმედებას. ჩვენ სხვადასხვა უბნებში, როგორც ვარკეთილში, ნუცუბიძეზე და საომალოდ კიდე დავგეგმავთ გავხსნათ ახალ-ახალი ფილიალები. ფრიდონ სილოვერიძის ცეკვის აკადემია უკვე ეს პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალმა თაობამ იცეკვოს ქართული ცეკვა. უბანობა არ არის აუცილებელი მაგალითად ისეთ ადგილას მოვიდეს, რაც მშობელს ვერ მიუწდება ხელი, იმიტომ რომ გზა ძალიან დიდია უკვე ყველგან საცობია და უჭირთ ამ ბავშვებს სიარული ცეკვაზე. ჩვენ ასევე გვაქვს სხვადასხვა ფილიალები, სტუდიები, დაწყებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლით და ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ეს აკადემიამ რახან ესე კარგად გაამართლა და მუშაობთ და მამაჩემის დამსახურება არის. ამ აკადემიას უკვე ძირითადად 300 ბავშვი ყავს, მოცეკვავები სიხარულით მოდიან ჩვენთან. ეხლა ვფიქრობთ, რომ აბაშიძის ქუჩაზე შევქონათ ერთი ძალიან კარგი ჯგუფი ფრიდონისეული. ესე დაერქმევა ჯგუფს ფრიდონისეული, სადაც 30 ბიჭი და 15 გოგო შეისწავლის ქართულ ცეკვას. ეს იქნება VIP კლასი, სადაც მხოლოდ აი ეს განუმეორებელი ცეკვები, სადაც იამზე დოლაბერიძესთან ერთად ფრიდონ სულაბერიძე და ლატაურა ფოჩიანი ასრულებენ აი ამ სტილისტიკით ქართული, აჭარული, მამაჩემის კინტაური, აი ეს სამი განუმეორებელი ცეკვა, აი ამ სტილისტიკაზე ავაწყოთ ქართული ქორეოგრაფია ამ ბავშვებთან და იცოდნენ. ამ ჯგუფს ექმნება ფრიდონისეული. ეს იქნება ჩვენიერი იდეა და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი პოპულარობა ექნება. ვაკეში და ვფიქრობ, რომ ამ აკადემიებს კიდე შეუერთდებიან ეს ბავშვები და დაიხვეწებიან და საომალო პერსპექტივა ექნებათ რა. ფრიდონ, იღბალი ვახსენებ შენთან დაკავშირებით და შენ იმ ნიშნითაც სიღრმიანი კაცი ხარ, რომ მეორე დიდ ოსტატთან ქონდა ასევე მჭიდრო შეხება ქართული ცეკვისა. ეს გახდა დაუვიწყარი კაცი, რომელიც ადრე წავიდა ჩვენგან და დიდი დანაკლისია ქართული ხელოვნებისთვის, ქართული კულტურისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის არის დათუნიკას ხირტლაძე.
რომელმაც რაცა საოცარი ფერი შემოიტანა ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში და აი ეს რაჭული ცეკვა ფაქტობრივად მასთან არის ასოციაციურად დაკავშირებული ყოველ შემთხვევაში ფართო აუდიტორიისთვის ასეა და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთოდ აი თანამედროვე ქართული საცეკვაო ხელოვნების განვითარების საქმეში და მე მახსოვს სრულიად ახალგაზრდა აი ფლად ნორჩი დამწყევი მოცეკვავი ვიყავი შენ, როდესაც 2010 წელს გამოდიოდი ჩვენთან საკონცერტო პროექტში იუმორინა, ანსამბლ ეგარისთან ერთად და იქ შენ აი სწორუპოვო როსტატთან, დათუნიკა სხიტლაძესთან ერთად იდექის სცენაზე. მითხარი როგორ გაიხსენებდი მას? ნუ პირველ რიგში რა საკვირველია ის იყო ჩემი პირველი პედაგოგი, დათუნიკა სხიტლაძე, მართლაც რომ გამიმართლა ესეთი კარგი ადამიანის შემხვდა, მაგრამ ის არ იყო მხოლოდ პედაგოგი ჩემთვის, ქონდა მამაშვილური ურთიერთობა. საერთოდ ცეკვა საიდან დავიწყე, საიდან გამიჩნდა ამის სურვილი. ასაკვირველი ხა ფრიდონ სულაბერტიშვილი რო ვარ და მაგრამ რო ცეკვავდა, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ როდესაც ანსამბლ რუსთავის სოლო კონცერტს დავესწარი, მეორე განყოფილება იწყებოდა რაჭული ცეკვით. თან ახალი იყო ეს ცეკვა, ხალხი მოდიოდა ამის სანახავად და რო შემოდიოდა უცხო ადამიანი, რომელიც ხანში იყო შესული და ახვევდა ისეთ რაჭულის მოძრაობებს, რაღაცა მეთქი ეს ცეკვა უნდა ვისწავლო. და საერთოდ მოდი ცეკვას ვისწავლი მეთქი. გავიხსენებ ესეთ ფაქტს ანსამბლ რუსთავს აი ეს პერიოდია, როდესაც ჩვენ შემდეგ იუმორინაშიც გამოვედით, მაგრამ მანამდე, როდესაც ვიხვეწებოდი და პატარა ბიჭი ვიყავი 18 წლის, ოპერაში გვაქვს კონცერტი. საახალწლო პერიოდები არის, ახლა ეს კაცი ყველა სჭირდება რომ თამადა იყოს და დავიწყდა თუ რაღაცა მაშინ არ იყო ის მობილური. ნებისმიერი კამპანიის სული და გული იყო სასაკი აღმოჩნდებოდა. ინტერნეტ კავშირიც არის. ესე როგორც ახლა განვითარებული ქვეყანა, გადასაშლელი ტელეფონები იყო და მაგ ადამიანს ტელეფონი არ ქონდა. მდიდან ჩამოსული კაცი იყო და თუ გააგებინებდი რომ კონცერტი იყო, ამ ერთი ცეკვის გამო ანსამბლ რუსთავში სიხარულით მოდიოდა. და დაემთხვა ისე პერიოდი, რომ ჩვენ გამოგვიძახეს ანსამბლი და ოპერაში გვაქვს კონცერტი საცეკვი და დათუნიკა ვერ მოვიდა, იმიტომ რომ ეხა მაგარ სუფრაზეა, თამადად მიყავს ერთი 100 კაციანი სუფრაზე და ეხა ფრიდონი ნერვიულობს რატო არ არის დათუნიკა სხიტლაძე და მე ვიცი მარტო ის პარტია იქამდე რომ უნდა შევასრულო. იმის იქით არ ვიცი, იმიტომ ის რომ შემოდი სხვა რაღაცებს აკეთებს და იქ უკვე წყდება მთელი ამბავი, ხალხი კიდე ემოციებშია და მოკლედ ეხა მე როგორც მისი ახლობელი და როგორც მისი შინაური მამჩემი მკერავს რომ აბა სად არის დათუნიკა მითხარი დროზე აი რაღაც დაურეკე ტელეფონი ხო ვიცი და ვერ გავდივა ხაზზე არაფერს არ ვეუბნები ეხლა იმას ხო არ ვეტყვი სუფრაზეა კაცი მიყავს ერთი 200 კაციანი სუფრა რაღაცა ნუ მე წამომსდა რა მოცეკვავებმა ჩუმად ბიჭო ჩუმად არ თქვა და მომიწია მაინც მაგის თქვა და აბა მაშინ შენიცი 10 რვა უნდა იცეკო თავიდან შენ დაგავალა და მივდგავარ და ვიმეორებ მის მოძრაობებს მე რო გავიდა ეს ხანი რო გაიგო რომ მე ვიცეკო მისი რეალის შესრულება ხო ჩახო რა უჩემოდ კარგად გაგირთვია თავიო გადავრჩივა თვითონ თავის პასუხისმგებლობა ჩამოიტოვა ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მამაჩემმა გამასნო დათუნიკა სხიტლაძე და რაჭაშიც ჩავდიოდით მასთან სიმღერასაც გვასწავლიდა კარგ ხვანჭკარაღვინოსაც დაგვალევინებდა მაგრამ რომ შემოგვაკლდა ესეთი ტკბილი ადამიანი ხელთ ხო აი რო ცეკვავდი უკვე რაჭულს ანსამბლ რუსთავთან ერთად დათუნიკას გარეშე აი იცი როგორი შტაბეშტილება მქონდა რომ აი დაკარგა დიდი ხელოვანი ადამიანი რაჭამხო დაკარგა რაჭამ ისედაც დაკარგა დიდი ხელოვანი ადამიანი აი რუსთავის ანსამბლი აი სახელმწიფო ანსამბლში როდესაც პირველად შემოვადგა ფეხით ესეთი კარგი განვითარება მისცა ქართულ ცეკვას რაჭულ ცეკვას იმიტომ ხალხი ოცნებობდა რომ ეს ენახა იმ პერიოდში ეს იყო აი მართლაც აუნაწღაურებელი დანაკლისია ნამდვილად დიდი დანაკლისი იყო ანსამბლს გეთანხმები აბსოლუტურად ჩემო ფრიდონ შენ შეფასებაში მადლობა ჩემო კარგო კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის შენი ასეთი სიტყვოთი სავსე სიტყვებისთვის და მოდი მაყურებელს შევახსენოთ და ვაჩვენოთ ეს კადრები რომელიც უკვე 15 წელი არ გასულა ეთერში სადაც შენ და დათუნიკა ერთად ცეკვავთ ჩვენს კონცერტში დიდი მადლობა
ვაგრძელებთ დათონიკა სრიკლაძეზე საუბარს სტუდიაში მობრძანებულ, უფრო ზუსტად რაჭიდან საგანგებოდ ჩამობრძანებულ სტუმრებთან. დათონიკა სრიკლაძის მეგობრებთან, თამაზ დაუშვილთან, მერაბ ჩიტალაძესთან და სოსო საგანელიძესთან. მოგესალმებით. ვიფასო მეგობრებო და დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და ამბროლაურიდან ჩამობრძანდით დღეს თქვენი მეგობრის და მართლაც მთელი საქართველოსთვის გამორჩეულად ძვირფასი ადამიანის დათონიკა სრიკლაძის გასახსენებლად. თამაზ ბატონო როგორ იყო ეს გამორჩეული კაცი ყოველდღიურ ცხოვრებაში და თქვენთან მეგობრებთან ურთიერთობაში? მოგესალმებით ბატონო გია. დათუნიკა გაზარდა რაჭამ. მოდი აქედან დავიწყოთ რა. რაჭის ტკივილია რა თქმა უნდა დათუნიკას დასვლა რა. ეს თითქოს აი ოქროს ფონდში შეინახა მისი წარსული, მოდი ესე ვთქვათ რა. დღეს მოგეხსენებათ რაჭული ცეკვა სოფლიოში ცეკვას ყველა და ხიმში დაიბადა დათუნიკა. სოფელი ხიმში არის ესეთი, არაჩვეულებრივი სოფელი, თავისი მოდი ასე ვთქვათ ღვინით და სტუმარ მასმინძლობით და არაჩვეულებრივი სოფელი. ლამაზი სოფელი კი, კი ბატონო და მისი კალმიდამ არა ხელოვნებაშია ჩასმული რა, მოდი ასე ვთქვათ. აი თვითო ესეც ხელოვნებაა რომ თავისი ნაშენები ყველაფერი და ნუ დღეს ახლა ამ ყველაფერს ქალბატონი მზია მისი მეუღლე და პატარა ბიჭი შვილი რომელიც დარჩა ისინი არიან იქ და ლამაზად აგზელებენ რაჭულ ცხოვრებას და ხიმშურ ცხოვრებას ამ არაჩვეულებრივ სოფელში. მერტმას იკეთებ ისეთ ფერას მეტყოდით თქვენი ძირი. დათუნიკა სრიკლაძე იყო ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, მართლა რო აკლია დათუნიკა სრიკლაძე რაჭას. მე თამეს გავიხსენებდი ბატონო გია, სადაც ვიყავით და დათუნიკა ჩვენთან იყო, ყველგან გამარჯვებული ვიყავით, მეტყვი რომ იყო ისეთი კაცი, რომ სიმღერა დასჭირდებოდა, წინვალე იყო, ცეკვა რა თქმა უნდა მოგეხსენებათ, როგორი მოცეკვავე იყო და მიდღებში ვიყავით წენგამართულები, რო ეთქვიათ, ლექსი იყო სათქმელი თუ რაღაცა, თამადობა იყო, დათუნიკა უნდა ყოფილიყოს, ყველგან ძალიან ძლიერი პიროვნება იყო. დათუნიკა თამადობს. ახლა წარმოგიდგენი ახლა მილანში თამადობს დათუნიკა და იჭუნებო მოდიეთი კარგი რაჭული სიმღერა ვიმღეროთო. ცეკვა მოუნდა როგორც შევატყვეთ ახლა იმას და რა თქმა უნდა რაშოვდა უნდა ვიმღეროთ და რაშოვდაზე ტაში და დათუნიკა უნდა იცეკოს და მარტო რომ დავიწყეთ ახლა და წავიდა ეს სიმღერა ყოხდათ ლამაზად მიდის და რომ ავაყოლეთ ტაში რაღაცა და დათუნიკა ვეღარ გაჩერდა მაგიდაზე და გადმოხდა. შედგა სკამზე. სკამზე ხო იცეკვა. მერე გადმოიღო თეფში დადვა ძის იმაზე იატაკზე და შედგა ფეხის წვერებზე ამ თეფზე და დაიწყო ასე ტრიალი იტრიალა და ხალხი შემოგვესია ვინ არის რა შვება ეს კაცი ხო გეუბნება აი როგორ თილის ტარი ტრიალო ისე იტრიალა ამ თეფზე და ბოლოს მომივიდა თავის აგიზე სადაც იყო და დაკრა ფეხი და გადაყარე და ნატეხი თეფში მიგვერდე მიყარა და ეს ხალხი უკრავენ ტაშ ბიჭო ვაიმე ღმერთო ნუ დაამთავრე ბოღონი იცეკვე და გვაყურებიო წარმოგიდგენია აი იტალია მილანში რო გააკვირებს ხალხს ესეთი მილანე მოცეკვავე პიროვნება გაიხარეთ ბატონო სოსო გემზანეთ თქვენი ძირი ჩვენ ერთად გავიზარდეთ ერთ სკოლაში ვსწავლობდით კი კონცერტი არის შოვში შოვი ტური მაშინ ბაზა იყო ტურისტულ ბაზაში ვიყავით მე საზოგადოების ობიექტი იქვე ახლოს არის და ჩვენაც იქ შევდიოდით რა თქმა უნდა ესე ვზივარ და გვერდზე მაგიდაზე ზის დედა შვილი და მე პურის გაჯივრება არის იმ პერიოდში ხო ის ძალიან ის არის პერიოდია რომ ჭირს ახლა საჭმელ სასმელი პურის ჩვენ რომ ვზივართ ამბავშვზე რაღაც გადავიტანეთ ყურადღება რატო ახლა ბიჭო ეს დედამისი აძალებს არ ჭამს ეს ბავშვი რა გაჯინიანებულია რა არ მოუტანა როგორ არ ესაუბრება და არა დათო მისჩერები ახლა ფიქრობს ახლა რა დაუწეროს მე ვიცი ახლა ეს ფიქრ რაღაცას დაუწერს მოითხოვა სალფეთკი უმიტანეო იმას ვთქვა ფურცელი რაღაცა დაწერე ექსპრონტად რა ეხლა რა დაწერა დათო ხალხი შიმშილმა გაწყვიტა მსოფლიო ომი რომ იყო
შენ ისე ყავხარ დედაშენს როგორც ანდრია გრომიკო. ეს რა ცხოვრება მოვიდა იადავარდით მორთული ეხვეწებიან ჭამეო არ ჭამს ეს. კულტურის ინსტიტუტში უჩა დვალიშვილმა და ჯანო ჯანიაშვილმა დადგეს საჭული ცეკვა. დიახ. ნუ დათუნიკას კონსტატაციით რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. ხო და მე იმდენად მოეწონა საზოგადოებას ეს საჭული ცეკვა როკვაში, როკვის ნაცეკვი, რომ მოედო თელ საქართველოს რა ეხლა და მას განსხვავებულმა ქაფიანიძემ მითხრა თამაზიგო ბოჟო შენ ბავშვები ხო გავსო და ეს საჭული ცეკვა მოდიო შენს გააკეთებო რა ეს საჭული ცეკვა. ესეთი სიმღერა ყოფილა შქმერიდან შქმერელი ვარ მე წარმოშობით. ტაში გოგო მარტო გაბა. ხო და მივედი დათუნიკასთან ეხლა და დათო მე ვთხარი ერთი რაღაცა სიმღერა შემიკინძე მეთქი რომ ცეკვაში გამოვიყენო მეთქი რა. ტაში გოგო მარტო გაბაო როგორ შვენის თამაშიო ამის ანაკოხთა გოგოს ვინ გაგიშვებს ყანაშიო. კერიას თუ გამიხარე ვაგუზგუზე ბუხასაო შენ თავგას დევიფიცებ შენისთანა ვიმყავსაო. და ეს ლექსი უცბად მოაბანდა ნუ გავიხარდა ექსპორტად გაგეთ ეს ყველაფერი. არა უნივერსალი ყო ფენომენალური ყველაფერი. გაიგურებოდა მისგან აი ეს ტალანტი რა. რა მიდოდა ისი მეთქვა ბატონ თამას ფერო ახსენეთ. როკვა ანსამბლი და ბატონები უჩა დვალიშვილი და ჯანო ჯანიაშვილი. აი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა გითხრათ. 2015 წელს, როდესაც ჩვენი ტრადიციული საახალწლო კონცერტები ტარდებოდა, მაშინ ფიქრობდით, აი ვის უნდა გაეხსნა, ვის უნდა მიელოს, ანუ მეკლე, ასე ვთქვათ, ვინ იქნებოდა, ვინაიდან ეს ყველაფერი 31-ში ღამე უნდა გასულიყო სწორედ ტელეიმედის ეთერში და რა თქმა უნდა, ყველამ ერთხმად შევაჩერეთ არჩევანი დათუნიკაძე და აი ეს მისი მრავალმხრივობა მე პირადად მაშინ ვნახე პირველად, იმიტომ რომ როგორ მოახერხა მან რომ ეს ყველაფერი გუდასტურდეთ შეასრულა, თავად მოარგო ეს ლექსი, სახუმარო ზუსტად ისეთი, რომელიც სტილისტურად მიესადაგებოდა კონცერტს და იმ დასაწყის და შემდგომ ის ცეკვა, სადაც კიდევ ერთი რამ ჩანდა, რომ სწორედ ანსამბლ როკვასთან ერთად თავად ჩადგა, თავად იცევა და ეს იყო ცხადი დასტური იმისა, როგორ უხაროდა მას აი ამ ესტაფეტის გადაცემა ახალგაზრდა თაობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩამობრძანებისთვის, თქვენი მეგობრის ასეთ თბილად გახსენებისთვის და მაყურებელს მინდა შევთავაზოთ სწორედ ეს ვიდეო, რაზეც სულ 2 წუთის წინათ ვისაუბრეთ. ახალი წლის მოსალოცად გვერაჭიდან ჩამოვედი რომ არ დამგვიანებოდა ერთი თვის წინ წამოვედი თოვლის პაპას უნდა ვთხოვო ჩვენთვისაც რომ მოიცალოს ყველა ჩვენი გასაჭირი სიხარულით შეგვიცვალოს თორემ ვერ ვართ ძველებურად ლხინში ფულის მხარჯველები ლარის ესტრაფად დარბის ვერ ვეწევით რაჭველები ბარაკა და ხვავი მოგცეთ გოლოცავთ ყველას სავსე გულით ყველას სახში შემოვიდეს სახალწლო სიხარულიო ტელეიმედის პროექტ მიმღერეს მონაწილეები დაძმა გიორგი და ნინო სიხარულიძეები არიან ჩვენი შოუს შემდეგი სტუმრები. მოდი ძირფასო ხალხო ჩემო ძვირფასო ხალხო, როგორ გამოგაცხადეთ, კაცი იფიქრებს პირველად ხედავს ამ დაძმასო და მოდი უთხრათ ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვარ და ერთად ვართ გაზრდილი და რა ვიცი, უთბილესი ურთიერთობა გვაქვს და აწლედი ჩვენი მშობლიური ნიჭიერთა აწლედი და ისე გამიხარდა, როდესაც დაგინახეთ მიმღერეს სცენაზე ბატონი გომარ სიხარულიძის, ანუ მამა თქვენის პირველი მოსვლა როგორ იყო ჩვენ მშობლიურ ნიჭიერთა აწლედში. მოდი ეს გავიხსენოთ რა. ნუ გვაკითხავდა ხოლმე სკოლა რო დამთავრდებოდა და
წასაყვანად და ყოველთვის ვიგვიანებდით რა, ვიგვიანებთ სად არის ესენი, სად არიან და მოგეხსენება როგორი სპორტული მონაცემების კლასი და შემადგენლობა ვიყავით და რა ვიცი, სასკოლო შეჯიბრებებზე რო გავდიოდით, მუსიკოსები მოვიდნენ და ამ დროს დავანგრევდით ყველას რაღაცა ფეოლასი მისი არ იყოს საოცარი გუნდის რა და ერთხელაც მოვიდა, კიდე დავიგვიანეთ, შემოვიდა და გვიყურებდა სულ ყოველთვის რომ თამაშობდით მოედანზე ფეხბურთს რა და მოიშალა. ისე იქ არაფერი არ იყო. აბა და მოიშალა ნერვები და თქვა ზაურ ბოლქოძე იყო მაშინ ნიანგის რედაქტორი და უნდა მივიდეო ზაურისთან და ესე უნდა უთხრაო რომ დაწეროს კაცო ეს სპორტული სკოლაა თუ მუსიკალური. და მე მახსოვს პირველად ნინოს გამო რომ დაიბარეს, ხო? ეს იყო პირველი შემთხვევა და უკანასკნელი მამას მოსვლა ჩემთან სკოლაში ქალბატონი ლილი სიხარულიძე თუ გახსოვთ. როგორ არ მახსოვს? შესანიშნავი არაჩვეულებრივი ქალბატონი. ჯერ არ დამიჯერა რომ სკოლაში გიბარებენ. გახსოვს ალბათ რომ ესეთი 7 ვიყავდი და შესანიშნავი მოწესრიგებული თანმიმდევნები რომ სიხარულიძეა და სიხარულიძესო მოვალო რაზეა ლაპარაკიო მეც ვერ მივხვდი რა უნდა ქალბატონ ליლის ყელსახვევი არასდროს არ უკეთიაო სულ ჯიბეში უდევსო ფორმაზე ყოველთვის ზემოდან ან რაღაცა აცვიაო ან ჯემპრი ან რაღაცა სულ მალავს ამ სკოლის ტანსაცმელსო და ყოველთვის სუნამო ასხიაო. ხო და ეხლა მამა და რაო ქალბატონო ლილი აი რაო ეკითხები დუხს მაჭარივითო. ესე იგი დასკნა გამოიტანა რომ ეს არის რომ მე დუღვა ნამეტანიაო და ეს საბჭოთა სკოლას არ უხდებოდა. შემოდგომა მე რაჯობია ქალბატონო ლილი ამ შემოდგომაზე უნდა დუღდეს მაჭარივითო. გირსეული პასუხი მამის და გომარ სიხარულიძის. ეს იყო პირველი და უკანასკნელი სტუმრობა ჩემთან მამასი. შენის გაიხსენეთ თქვენი თანამშრომლობა როგორ შედგა თეატრში? შენი და მამის. ჩვენი თანამშრომლობა იყო უნიკალური. პირველი თან საზღვარგარეთ საფრანგეთში ვდგავ სადიპლომო სპექტაკლს და გომარი კომპოზიტორია და წავედი მამასთან ერთად და ერთ-ერთი აი საწყისი რეპეტიციებია რა. და შემოვდის რეპეტიციაზე კომპოზიტორი, მაგრამ კომპოზიტორის იქით წავიდა უკვე რაღაცა ისეთი საუბარი დამეწყო, რომ მამასის რა. და გავხედე ერთხელ არ გაჩერდა. გავხედე მეორედ და ბატონო გომარ მე ვთხარი, გთხოვთ დატოვოთ სარეპეტიციო დარბაზი. და ჩუმად ადგა ესე, გავიდა და რომ გადიოდა კარებში შემოვხედა რომ საღამოს შენ მოხვალ. იქ ვინ არის თავარი ისტორია გაწერე. მე მითხრა ხუმრობდა რა რომ შენთან ერთად საფრანგეთში კი არა ხეთაში არ წავალ. და შენ გაგერთი ფანტასტიკური ამბავი. შენ რო იყავი თავარი რეჟისორი ქუთაისში აი იმ დროინდელი ეს მესხიშვილის თეატრის პერიოდია კი. ჩემი მეგობარი ეჭხუბა აქ სახში ყველას პიპინიასაც კი და თქვა რომ აი გიორგი წამოვალ ეხა შენთან რომ 1-2 დღე მანდ რაღაცა განმარტოვდეთ სიამოვნებით მე ვთხარი და დაემთხვა ეს ამბავი რომ მესხიშვილის თეატრში ძალიან დიდი კონცერტია აი თუ კი ვინმე იცნობ ყველა ჩამოსულია რომ აი რაღაცა და არის დიდი აურზაური ბილეთები მაწუხებენ როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს რომ აი გიორგი რაღაცა მოგვიხერხე და ვეუბნები ჩვენი გაკეთებული არ არის ამ კონცერტს თავის პატრონი ყავს და მოკლედ დიდი ამბავი და მესხიშვილის თეატრში იყო ერთი ძალიან კარგი ბიჭი მუდმივი მაყურებელი შოთიკო ესე 25-27 წლის იყო თუ არ ვცდები შეიძლება ცოტა მეტი ისეთი დიდი ბავშვი და თავიდან რო ჩავედი და ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი მიიქცია ყურადღება იმიტომ რომ გავხედავდი დარბაზში სამწუხაროდ ცოტა ხალხი იყო რა და გავხედავდი ეს ვინ არის ყველა სპექტაკლზე შოთიკოა და გავუმარჯოს ღმერთმა მეთქი აი როგორი თეატრალია და როგორ უყვარს მე მსახიობებს რაღაცებს ჩუქნი და რო ჩამოვდივარ უკვე დამირეკა ამ ჩემო მეგობარმა რომ ჩამოვედიო ქუთაისში საერთოდ დამყოფი არა ვარ როგორ მოვიდე ბიჭო მე ვთხარი ჩაჯექი ტაქსში და მესხიშვილის თეატრს რო იტყვი ყველა მოგიყვანს და აი რო ჩავდივარ ქვევით შოთიკომ ხდება რომ შეწუხებული სახით რომ გიორგი არ მიშვებენ თეატრში რას ქვია მეთქი შოთიკო შენ არ გიშვებენ თეატრში მივედი დაცვასთან ჩემი ლოჟა ხო არის მე ვთხარ
გაუხსნით ჩემ ლოჟას, რა ხდება იცი ბილეთებზე, რომ სკამები გავანახო და ჩემ ლოჟაში არავის არ შეუშვებთ მეთქი და შოთიკო დაჯდება მარტო. და ეს ბიჭი გაოგმდა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო, რომ მე გარეთ გავედი, უკვე ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა. ჩემს ძმაკაც ვეუბნები, რომ მოწამეთაში უკვე რესტორანი ბიჭები ყველანი მზათავართ, წავიდეთ აქ აურზაურია, დაცვა მოვა, დიდი კონცერტია რა. არაო, შენო რაღაცა ისე მეპატიჟებიო გარეთო, რომ რაღაცა თეატრში ეთყობა არა გაქვს კარგი მდგომარეობა. კაი, მე ვთხარი, რას მელაპარაკები, წამოდი, როგორ არა მაქვს რა. არა გინდა თუ არა მაჩვენე ერთი როგორ გეპყრობიან, როგორი რა. ნუ კარგი, მე ვთხარი, კარგი, შევიდეთ რა და შევდივართ თეატრში და შოთიკო ეს გაუგნებული შოთიკო, ბედნიერი შოთიკო იქ ხვდება რა. და რო შევდივართ და დაიძრა შოთიკო და ესე მუხლებზე დაიჩოქა და წყალობან უმოუშალოს ღმერთმა გიორგი სიხარულიძეს და ეს ჩემი ძმა მიყურე ფაშა ხარ თუ ვინა რასაშვები ამ ხალხს დაიმონე ვერ დადგა ისე მოხდა რომ აი რომ მოგენდომებინა ამას ვერ დადგა ფანტასტიკურია ბავშვი ფანტასტიკური ჩემო მეგობრებო მე თქვენ სიმღერის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ გაგიშვებდა რადგან ბატონი გომარი მახსენეთ აი სიმღერა მინდა გთხოვოთ რომელიც უყვარს მთელ საქართველოს და თავისი აი ბუნებით თავისი ლირიკულობით მელოდიურობით გამოხატავს იმ შინაგან ბუნებას რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე სცენაზე ასხივებდა ბატონი გომარი და ალბათ სიმბოლური იქნება რომ დღეს ჩვენ შოუში თქვენი პირველი სტუმრობა აი ამ სიმღერით დავაგვირგვინოთ რომელიც ჩარი რამასთვის არის გაკეთებული მაგრამ მიუძღვნა და დაუწერა დედას
უღრმესი მადლობა ჩემს ზუზურფასეს ადამიანებს გიორგი და ნინო სიხარულიძეებს დღეს ამით გემშვიდობებით ზურფასე მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოდ გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე